გამარჯობა მეგობრებო. რა ხდება ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე 3 დღით ადრე კვარაცხელიას გარშემო. ლინეკერი, სტივენ ჯერარდის და ფრანგული მედიის ძალიან საინტერესო შეფასება. ხოლო თუ ჯერ კიდევ არ ხარ არხის გამომწერი და გსურს რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე და ფინალის შემდეგ კვარაცხელიას გარშემო არც ერთი მნიშვნელოვანი ამბავი არ გამოგჩეს, გამოიწერი არხი რომ ყოველთვის საქმის კურსში იყო. ასევე ვცადოთ რომ ავიდეთ ჩვენს ტრადიციულ 2000 მოწონებაზე. მადლობა თუ ეხლა ეს ჩემი ორი პატარა თხოვნა გაითვალისწინე და მოდი დავიწყოთ. ფინალამდე სულ რაღაც 3 დღე რჩება და კვარაცხელია კიდევ ერთხელ დიდი ისტორიის წინაშეა. 30 მაისს ქართველ ვარსკვლავს შანსი ექნება რომ ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეორედ მოიგოს. ეს კი ქართული ფეხბურთისთვის უნიკალური მიღწევა იქნება. ამ დიდი მატჩის წინ კი ხვიჩამ ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მხოლოდ ფეხბურთზე არ უსაუბრია. მან ქართველ ხალხზეც ძალიან ემოციური სიტყვები თქვა. კვარას კითხეს რამდენად მნიშვნელოვანია მისი წარმატება საქართველოსთვის. ხვიჩამ აღნიშნა რომ წინა გამარჯვების შემდეგ ქართველი გულშემატკივრებისგან უდიდესი სიყვარული იქცნო. მისთვის განსაკუთრებით ემოციური იყო ისიც რომ მილოცვები იმ ადამიანებისგანაც მიიღო, ვინც ფეხბურთს ხშირად არც უყურებს. ხვიჩას თქმით, ყველაფერს გააკეთებს რომ ქართველ ხალხს ეს სიხარული კიდევ ერთხელ დაუბრუნოს. მან თქვა რომ ძალიან ამაყობს თავისი ქართველობით და ბედნიერია, როცა საკუთარი მცირე წვლილით ქვეყანას სიხარულს აძლევს. მისი სიტყვებიდან ყველაზე ძლიერი ნაწილი ალბათ ეს იყო. ხვიჩამ საქართველო პატარა, მაგრამ მებრძოლ ქვეყანად აღწერა. ქვეყანა, რომელიც ყოველთვის იბრძვის, ერთ მუშტად დგას და ერთმანეთისთვის ბოლომდე იხარჯება. ეს იყო არა მხოლოდ ფეხბურთელის, არამედ ქართველი ადამიანის სიტყვები, რომელიც კარგად გრძნობს თუ რას ნიშნავს, როცა მთელი ქვეყანა შენს უკან დგას. ამ ფინალის წინ კი მეტოქის ბანაკშიც დიდი მოლოდინია. არსენალის მცველმა უილიამ სალიბამ PSG შეტევაზე ისაუბრა და აღიარა, რომ ლუის ენრიკეს გუნდი ძალიან საშიშია, განსაკუთრებით შეტევაში, სადაც დემბელე და კვარაცხელია არიან. სალიბას თქმით, არსენალი პრემიერ ლიგის მოგებით კმაყოფილია, მაგრამ ეს მათთვის საკმარისი არ არის. ახლა გუნდის მიზანი ჩემპიონთა ლიგაა. ფრანგმა მცველმა აღნიშნა, რომ PSG გასულ სეზონშიც საშიში იყო და ახლაც ასეთია. ამიტომ თუ არსენალს გამარჯვება სურს, მოედანზე 100%-ით მზად უნდა გავიდეს. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ სალიბა ამ შეხვედრას თავდაცვითი თვალსაზრისითაც დიდ გამოწვევად ხედავს. მისი თქმით, არსენალს ამ სეზონში საუკეთესო დაცვა ჰყავს და ასეთ დროს ბუნებრივია, რომ გინდა საუკეთესო შემტევების წინააღმდეგაც დაამტკიცოს შენი დონე. ანუ ფინალში ერთ-ერთი მთავარი დუელი სწორედ ეს იქნება. არსენალის ძლიერი დაცვა PSG-ს ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო შეტევასთან. ამ ყველაფერს კიდევ რამდენიმე ძლიერი შეფასება დაემატა, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს თუ რა დონეზე დღეს კვარაცხელია. ლეგენდარულმა ინგლისელმა ფეხბურთელმა გარი ლინეკერმა CRST-ის ფუტბოლის პოდკასტში PSG-სა და ბაიერნის დაპირისპირებაზე ისაუბრა და ხვიჩაზეც გაამახვილა ყურადღება. ლინეკერმა არ დამალა რომ ძალიან წყდება გული, რადგან მსოფლიო ჩემპიონატზე კვარაცხელიას ვერ ვიხილავთ. მისი სიტყვები კი ასეთი იყო. კვარაცხელია არის ფეხბურთელი, რომლის თამაშის ყურებითაც ტკბები. ძალიან სამწუხაროა რომ მსოფლიო ჩემპიონატზე არ იქნება. როგორ ფიქრობთ, იქნებ გამოგვივიდეს და ვინათხოვროთ? მხოლოდ ერთი თვით. მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო ფეხბურთელების ნახვა გვინდა და სათამაშო დროს მივცემდით. ფიქრობ ჩვენს გუნდში აუცილებლად მოხდებოდა. განაცხადა ლინეკერმა. ასევე ხვიჩაზე ძალიან ემოციურად ისაუბრა საქართველოს ნაკრების მცველმა ჯიმი ტაბიძემაც. მისი თქმით, კვარაცხელია დღეს ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და ჩემპიონთა ლიგის ფინალში მას წარმატებას უსურვებს. ოქროს ბურთთან დაკავშირებით კი ტაბიძე ძალიან პირდაპირი იყო. დიახ, წელს ოქროს ბურთი 100%-ით უნდა მიიღოს. ფინალში დუბლს შეასრულებს და ამასთან დაკავშირებით არავის არავითარი კითხვები არ ექნება. შემდეგ კი მას ხვიჩას ფენომენზეც კითხეს, რაზეც ჯიმი მასე უპასუხა. რა თქმა უნდა, არარეალური ფეხბურთელია, სხვა პლანეტაზე თამაშობს, განაცხადა ტაბიძემ. ამას ემატება სტივენ ჯერარდის კიდევ ერთი სასიამოვნო შეფასებაც. ლივერპულის ლეგენდამ ხვიჩას თამაში ყველაზე მეტად სწორედ ის გამოარჩია, რაც მას თანამედროვე ფეხბურთში განსაკუთრებულს ხდის. შრომა, ბრძოლა და შედეგიანობა ერთდროულად. ხოლო სანამ ჯერარდის სიტყვებზე გადავალ, როგორც მოგეხსენებათ, წინ ძალიან აქტიური საფეხბურთო ზაფხული მოდის. თუ გაქვთ ბარი, ფან-ზონა, საფეხბურთო სივრცე, ან ბრენდი, რომელსაც ფეხბურთის აუდიტორიასთან გამოჩენა სურს, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ მეილზე. მე კი მაქსიმალურად საუკეთესო პირობებს შემოგთავაზებთ. ახლა კი დავუბრუნდეთ მთავარ თემას. ჯერარდის თქმით, კვარა ყველაფერს აკეთებს, ბევრს შრომობს, ართმევაზე თამაშობს და იბრძვის. მას შეუძლია როგორც მომენტების შექმნა, ისე გოლების გატანა. ის ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო ვინგერია. მასზე უკეთესი კი არავინა, განაცხადა სტივენ ჯერარდმა. ასევე ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე რამდენიმე დღით ადრე ფრანგულმა ეკიპმა ემერისთან
ინტერვიუ ჩაწერა და ბუნებრივია საუბარი PSG Arsenalis თითფინალსაც შეეხო. ემერის თქმით, ლუის ენრიკემ პარიზში შესანიშნავი სამუშაო შეასრულა. მისი თქმით, ენრიკეს მთავარი ძალა მხოლოდ ტაქტიკა არ არის. მან გუნდში პოზიტიური ატმოსფერო შექმნა და PSG-ს სრულიად გარდაქმნა. თუმცა მან Arsenalis არ დაივიწყა. ემერის შეფასებით, მიკელ არტეტას გუნდი ძალიან კონკურენტულია. ყოველ სეზონში პროგრესირებს და პრემიერ ლიგის მოგება ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლასთან ერთად უდიდესი მიღწევა. ემერის კითხეს გახდა თუ არა გარდამტეხი ის მომენტი, როცა PSG-მ ძველი მოდელი შეცვალა და მხოლოდ დიდ სახელებზე აღარ აწყო გუნდი. ემერიმ თქვა, რომ დღეს PSG-ში ფანტასტიკური ფეხბურთელები არიან. დემბელე, კვარაცხელია, ვიტინია, მაგრამ განსხვავება ის არის, რომ ეს გუნდი უკვე უფრო კოლექტიურად მუშაობს. ფინალზე კი ემერის პროგნოზი ძალიან ფრთხილია. მისი აზრით ფავორიტი არ არსებობს და შანსები 50-50-ია. აქვე კი საინტერესოა თქვენი პროგნოზიც. ხოლო ვინც ამ შეხვედრის ანგარიშს გამოიცნობს, მისი კომენტარი მომდევნო ვიდეოში გამოჩნდება. და სწორედ ამ ყველაფრის ფონზე ცოტა უცნაური იყო ზიატლეტიკის გადაწყვეტილება. ავტორიტეტულმა გამოცემამ 2025-26 წლების სეზონის სიმბოლური გუნდი დაასახელა, სადაც კვარაცხელია ვერ მოხვდა. 11-ეული კი მსგავსად გამოიყურება. რა თქმა უნდა, ყველა ეს ფეხბურთელი ძლიერი სეზონით გამოირჩა, მაგრამ როცა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ასეთი გავლენის მქონე მოთამაშე სიმბოლურ გუნდში ვერ ხვდება, კითხვები ბუნებრივია რომ გაჩნდება. თუმცა ამის საპასუხოდ ავტორიტეტულმა გამოცემა ეკიპმა PSG-ს ფეხბურთელები პოზიციების მიხედვით სოფლიოს საუკეთესო მოთამაშეების რეიტინგში შეიყვანა და კვარაცხელია მიმდინარე სეზონის საუკეთესო მარცხენა გარემარბად დაასახელა. ეკიპის შეფასებით 2026 წელს კვარაცხელია უდავოდ მსოფლიოს საუკეთესო მარცხენა გარემარბია. ფრანგებმა ასევე აღნიშნეს, რომ ლუის დიასი ისევ ძალიან სასიამოვნო საყურებელია. ვინისიუსი რეალის შავარდნის სეზონშია ჩაფლული. რაფინიამ შარშანდელი დონე ვერ გაიმეორა. დოკუმ კი თავისი თამაში გააფართოვა, თუმცა ევროპულ ასპარეზზე კვარას მსგავსი გავლენა არ ქონია. ახლა კი მამარდაშვილის მომავალზე ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გავრცელდა. ფაბრისიო რომანოს ცნობით, ლივერპულს ალისონ ბეკერის იუვენტუსში გაშვება არ სურს და კლუბმა ეს პოზიცია ბრაზილიელ მეკარეს უკვე გააგებინა. წითლებს სურთ, რომ ალისონი ენფილდზე კიდევ მინიმუმ ერთი სეზონით დარჩეს. რომანოს ინფორმაციით კი ახლა ყველაფერი თავად ფეხბურთელზეა დამოკიდებული. თუ ალისონი საჯაროდ არ დააფიქსირებს, რომ ტურინში გადასვლა სურს, ეს ტრანსფერი დიდი ალბათობით ვერ შედგება. ხოლო ეს ამბავი პირდაპირ უკავშირდება მამარდაშვილს. თუ ალისონი ლივერპულში დარჩება, მაშინ მერსესაიდელებმა შესაძლოა ქართველი მეკარე სხვა კლუბში გაანათხოვრონ. როგორც რომანო წერს, მამარდაშვილის მიმართ ინტერესი რამდენიმე გუნდს აქვს, თუმცა სიტუაცია ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის. იტალიური მედიის მიხედვით, ალისონს იუვენტუსთან პირადი კონტრაქტის პირობები თითქმის უკვე შეთანხმებული აქვს, მაგრამ კლუბები თანხაზე ვერ თანხმდებიან. ლივერპული 10-დან 15 მილიონ ევროს ითხოვს, ხოლო იუვენტუსი ბრაზილიელის ასაკისა და მაღალი ხელფასის გათვალისწინებით მხოლოდ 2 ან 3 მილიონის გადახდას აპირებს. და რას ფიქრობთ თქვენ? იმ შემთხვევაში თუ ალისონი ლივერპულში დარჩება, უნდა დატოვოს თუ არა მამარდან მერსესაიდული კლუბი. ალვარეზის ტრანსფერი ბარსელონაში. რა ხდება კატალონიური კლუბის თავს? რეალი ჰოლანდის სიტუაციას აკვირდება, რას აპირებს პერეზი. მადრიდის რეალის სატრანსფერო გეგმებთან დაკავშირებით კიდევ ერთი ძალიან ხმაურიანი თემა გაჩნდა. ბრიტანული პრესის ინფორმაციით, რეალი ყურადღებით აკვირდება ერლინგ ჰოლანდის მდგომარეობას მანჩესტერ სიტიში და თუ ნორვეგიელი თავდამსხმელი კლუბის დატოვებას გადაწყვეტს, მადრიდელები მზად არიან სწრაფად იმოქმედონ. ზისანის ცნობით, სამეფო კლუბი არსებული სიტუაციით განსაკუთრებით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც სიტის მთავარი მწვრთნელის პოსტი პეპ გვარდიოლამ დატოვა. სწორედ ეს ფაქტორი შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი ჰოლანდის მომავლისთვის, რადგან გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელი საკუთარ როლთან დაკავშირებით გარკვეულ უკმაყოფილებას შერ კიდევ პეპის პერიოდშიც გრძნობდა. თუმცა ამ ტრანსფერის განხორციელება ძალიან რთული იქნება. ჰოლანდმა მანჩესტერ სიტისთან 2025 წლის იანვარში ახალი გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც 2034 წლამდე მოქმედებს. ეს კი ინგლისურ კლუბს მოლაპარაკებებში ძალიან ძლიერ პოზიციაში აყენებს. მიუხედავად ამისა, ესპანურ საფეხბურთო წრეებში მიიჩნევენ, რომ მწვრთნელის შეცვლამ შესაძლოა ჰოლანდის გეგმებზე გავლენა მოახდინოს. თუ ნორვეგიელი კარიერის ახალ ეტაპზე გადასვლას გადაწყვეტს, რეალი მზად იქნება მას დიდი ფინანსური პირობები და ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური სპორტული პროექტი შესთავაზოს. საბოლოოდ სურათი კი ასეთია. ჰოლანდის ტრანსფერი ამ ეტაპზე ძალიან რთული ჩანს, მაგრამ თუ სიტიში სიტუაცია შეიცვლება, რეალი მზად იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი სატრანსფერო ომის დასაწყებად. ახლა კი მთავარი კითხვა ასეთია. თქვენი აზრით ჰოლანდი რეალში იდეალური ტრანსფერი იქნებოდა, თუ მადრიდელებმა შეტევაში სხვა ტიპის ფეხბურთელზე უნდა იფიქრონ. ახლა კი ბარსას სატრანსფერო გეგმებზე გადავიდეთ, რადგან ლევანდოვსკის წასვლის შემდეგ კატალონიური კლუბის მთავარი პრიორიტეტი ახალი ტოპ კლასის ხრიანის დამატება. დეკუსიაში რამდენიმე დიდი სახელია. ესენი კი ჰარი კეინი,
ჟოაუ პედრო და ვიქტორ ოსიმენი არიან, მაგრამ მთავარი სამიზნე მაინც ხულიან ალვარესია. აქ კი ყველაზე საინტერესო ისაა, რომ მატეო მორეტოს ინფორმაციით, ალვარესმა ატლეტიკოს კონტრაქტის განახლებაზე უარი უთხრა. არგენტინელს კლუბი შესვლა სურს და მიუხედავად PSG-ს და ინგლისური გრანდების ინტერესისა, მისი პრიორიტეტი სწორედ ბარსელონაში გადასვლა. აღსანიშნავია, რომ ატლეტიკო მოლაპარაკებებისთვის მზად არის, მაგრამ საუბარს 100 მილიონი ევროდან დაიწყებს და ამაზე ნაკლებ შეთავაზებას როგორც იწერება არც განიხილავს. მარკას ინფორმაციით, ალვარესისთვის დიეგო სიმეონესთან მუშაობა უკვე კომფორტული აღარ არის. ამ ფონზე კი მუნდო დეპორტივო წერს, რომ ბარსა ალვარესისგან უფრო მკაფიო ნაბიჯს ელოდება. კატალონიელებს სურთ ფეხბურთელმა ღიად დააფიქსიროს, რომ მხოლოდ ბარსაში თამაში უნდა. ბარსას გეგმა კი ასეთია. თუ ალვარესი ატლეტიკოს ეთქვის, რომ მისი არჩევანი მხოლოდ კატალონიური კლუბია, მაშინ ბარსა შეეცდება ფასის დაწევას და შესაძლოა გარიგებაში ფერან ტორესის ჩართოს. თუმცა აქ რამდენიმე კითხვა ჩნდება. სურს თუ არა ფერანს წასვლა და ასევე დათანხმდება თუ არა ატლეტიკო ასეთ შეთავაზებას. ასევე დეკო და კლუბის წარმომადგენლები ლონდონში არიან და ჟოაუ პედროს ტრანსფერზეც მუშაობენ. ეს შეიძლება ალვარესზე ზეწოლის ნაწილის იყოს, რადგან თუ არგენტინელი დროულად არ იმოქმედებს, ბარსამ შესაძლოა სხვა ვარიანტზე გადაინაცვლოს. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კითხონა, რომ ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერი არხი, რათა იყო მუდმივად საქმის კურსში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.